მოგესალმებით თქვენი მყოფებით წამყვანი კერძო უნივერსიტეტის საქართველოს უნივერსიტეტის YouTube არხზე IUG Hub-ი და თქვენ უყურებთ ქოროს ქვის. Როგორც ხედავთ, დღეს გვეყოლებიან ბუმბერაზი იუთუბერები ლაშა გელოვანი და გიორგი კალატოზიშვილი. მაშინ გინეც. როგორ ხართ, გოგოებო? ხო, გიორგი კალატოზი შენ ხარ და მე კალატოზიშვილი გავხდი. ხო, შენ აგლოში. როგორ ხართ? რას აპირებთ? რეკორდი 1000 ლარია რომ. მე მქონდა ესეთი იდეა რა, რომელიც არ გავაჟღერე სპეციალურად, რომ გავუყოლიფოთ ეს ადამიანი ხა რა და ანუ ისე რომ ვითამაშოთ. ხო, გავიყოთ მე ფული. ხო რა, არა, ეგრე არ ირიცხება. აი მანიშნებენ ახლა, კი. შენ სხვა რა ხდება, რა მოვიხება. ამიტომ ეგრევე შეგვიძლია გადავიდეთ გადაცემის დაწყებაზე და დავიწყოთ. ხო რომ მე თუ კალად წინ გაიჭრება, მე მას ხელს არ შევუშლი. კარგი და დაგებშვიდობებით ლაშა და კალას. ეს თამაში კალას დააჭერს ხოლმე მე ეს თამაში განულდება. ჩვენ მაღაზია წინასწარ ნაფიქრი გვაქვს, ამიტომ ეგეთ თამაშიც მე უბრალოდ იდება ვიდეო და ფული არ გერიცხება. არასწორი წყვილი ყავს, მაგრამ პრინციპში შენთვის სწორი წყვილი. ანუ აქ რო ყოფილიყო კალა და მახარა, აი გუნდურად ითამაშებდა და მინიშნებებით რა. არა, რას გეუბნები რომ მიაჭერდი? ანიშნებდი რა არის სწორი პასუხი მანდ. ამ ხელ მენტალისტი ხარ. კარგი, ორ მხრივად დამუშავობ. ბიჭებო. ხო, ძალიან მიხარია ეს გადაცემა. ჩემი საყვარელი გადაცემა YouTube-ზე მართლა. ძალიან მარტივი კითხვებია. ძალიან მიხარი ხარ. კარგი, აბა, მაშინ მობილიზდით დასტრებაზეა. დასტრებაზე. შენ თუ დაასტრებ, ის ვეღარ პასუხობს. არასწორ პასუხზე მოდიხარ. ლოგიკურია, ლოგიკურია. დავიწყეთ. რამდენი ფეხი აქვს ოქტოპუსს? 8. არასწორია. თუ ერთს მოვაწვით, 7 იყო. ლაშა, მაცადე რა. ვიცოდი. რა კითხვა, ბიჭო, ეს რა რამდენი ფეხი აქვს ოქტოპუსს? აი, მასლა ეგ არის, წამაკითხე. რა თუ ერთს მოვაჭრით? ბიჭო, ანუ მაინც როა ექნება, რეალურად. მაგიტო კითხავდა დამასრულებიდოთ. შემდეგი ვაპროტესტე. ჩასვი გამოტოვებული სიტყვა. ხომ არა ხარ ამ ქვეყანაზე? ნიახო. სწორია. და გეორგ კალატოზი დაწინაურდა 20 ლარით. ლაშა 20 ლარს უნდა იყო ახლა, მაგრამ ფიზიკურად არ ხარ. შემდეგი შეკითხვა. მიდი. რის გამზარდება ვაზელინი? სცენარისგან. სცენარისგან მზადდება. აი, ნავთობისგან არის სწორი პასუხი და ნავთობის გამზადდება? აი, რა თქმა უნდა, რომ მჭირდება ხოლმე, ნაკლებად ვიცი. ლაშა მცენარეულს ხმარობს. თმის ვაზელინი არის. კარგი. შემდეგი შეკითხვა. რომელ თამაში შეიძლება მოიგო მარსი? ნარდი. სწორია. რატო არ დავაჭირე? შოკოლადზე წავედი. დავაი. კარგი. რატო არ დავაჭირე? კარგად მიდიხართ. მეხუთე შეკითხვა. მაგარად. დაუფიქსდით კარგად. თუ თვითმფრინავი ორი ქვეყნის საზღვარზე ჩამოვარდა, სად დაკრძალავენ გადარჩენილ მგზავრებს? უკან თავიანთ სამშობლოში თუ გადარჩენილი. ანუ ისა გვამებს თუ იპოვნა. ხო, ლოგიკური პასუხია. იმედია სწორია. პასუხი მითხარი? გვამებს სადაც თავიანთ ქვეყანაში დაკრძალავენ. სადაც უნდა, თავიანთ ქვეყანაში. ეს არასწორია. აბა კითხვას მოусმინე. თუ თვითმფრინავი ორი ქვეყნის საზღვარზე ჩამოვარდა, გვამების სად დაკრძალავენ გადარჩენილ მგზავრებს? გადარჩენილი. არსად, ლაშა. ვაშა, ნუჩქავ, რაცადა კითხვა, ხო ხედავ მე როგორ ხდები რომ და ჩაჩილდი. ჩემი 20 ლარი. აბა, შენ რამდენჯერ დაკარგე 20 ლარი? ხო და ჩაჩილდი ცოტა. დავაი. აბა მონეტების შემგროვებელია. რა ქვია, ხო. ვიცი ეწამს მონეტების შემგროვებელი, კოლექციონერი ცხვა, მარა. და ნუმიზმატიკა ქვია მაგას? ხო. ეგა. ანუ ნუმიზმატი. ნუმიზმატი ყოფილა. სწორია, ლაშა. ცოტა უნდა ეხა მე ტრიკი კითხვები მევასება რა, ანუ ხო ხდები, დავაი, გამოგები. რა ქვია ჯიქის შვილს? ჯიქი ყოფილა. ჯიქის შვილს რა. და მინიშნება არის. ჯიხვი. რა ქვია ჯიქის შვილს? მინიშნება არის როარ. როარ თუ არ ვიცი, ერთად რეალი არ არის. ჯიქი არის ეს ისა, ხო? დიახ, დიდი რქები ხო, მაგრამ შვილს რა ქვია? როარ? ჯიქ როარი ხო არ ქვია? არ ვიცი, აზია, წარმოდგენა არ მაქვს. როარ?
ხო რა განაერი მიშნება. როარზე ანუ არის ღია. 4 ხო ლომი გახსენდება. ერთი. ბოცვერი. რა? ბოცვერი. არა, ბოკვერი. ბოკვერი არის ლომის შვილი. განება თავი. ხებიანი კატარა. აი ის ჯიხს ეწავლე. ჯიქიც მაქეთ წავედი. ბოცვერი არის? ორდღელი. რა ქვია? ორდღელი და. ბოკ ერთიასო ლაშა. ბიჭო მე ბოკვერი. ინგლისური იმით, ხე ბოც. დიახ და მეჩლიფება ეს და. აი, ვიყავია. არა, ჯიქიშვილს. ბიჭო, არა, მე რატო გაწავ? მე ცალ ბიჭო, ერთი წამი რო არის რო ვთქვი რატო ვერ. ბიჭო, რავი მე ვიცი რომ ბოკვერი არის ლომის მეც ეგრე. ნაშიერი. შვილიც არ შეიძლება. შვილიც არ შეიძლება. კარგი, შემდეგი შეკითხვა. დავაი. უნდა დაასწროთ ერთმანეთს. მითხარი მინიმუმ 2 ქართველი ოპერის მომღერალი. პაატა გურჯულაძე და და ნინო სურგულაძე. სწორია. დამithვალა. შემდეგი შეკითხვა. ლაშა მოვიდლის. იგი სუბუქ ლითონებს მიეკუთვნება, რასაც ვერ ვიტყვით ამაზე. როგორ? იგი სუბუქ ლითონებს მიეკუთვნება, რასაც ვერ ვიტყვით ამაზე. კალა. სწორია. ოჩახ. ნახე თავის კითხვა აიღო. ეხლა ლაშაზია კითხვა. მე რაღაცა კურდღელზე ველოდებ. ბოცვერიც მაგიტო თქვი. შემდეგი შეკითხვა. დავა. ეფემერული ანუ დავა. ეფემერული ანუ მინიშნება არის კურდღლების +18. რაო, კურდღლების +18. ეფემერული აღზნებული ხო არ არის რაღაც. ძალიან სისწრაფეზე ხო არ არის? შეიძლება. კურდღლების თვითი. ძალიან სწრაფი ვითომ? არა, არ ვიცი. 3 ლაშა არაფერს არ გაგა. 2 დააჭირა. 1 რა აზრია ხან კურდღლების +18 ძალიან სწრაფი არ ვიცი. ხან მოკლეს რაფად წარმავალი ჩაგთვლი აბა 20 ლარი მაქვს. კი, კი. ტაქსის პული მაქვს და 20 ლარი ჩაგიკუჭე ძალიან ლოგიკურია რომ მე და ლაშა ეფემერული არ ვიცით რა არის. არა, არც მე მოკლე და არა, მე ვერ ხვდები თქო, ჩვენთან არაფერი კავშირი არ არის. კარგი, შემდეგი კითხვა. სუდანში უფრო მეტი პირამიდაა თუ ეგვიპტეში? სუდანში. რატო? სიქი question-ია? ყველაზე მეტი პირამიდა ეგვიპტეში არ არის და თუ სწორად მახსოვს სუდანში უნდა იყოს. ეგვიპტე არ არის. სწორი პასუხია. მე მგონი სადღაც 255 პირამიდაა, მე მგონი. კარგი. მე ზუსტად უარს არ ვისკავ რა. არ არისო ხო არა? გიო, წამოგეწია და აი 150 მიდევ ჯიბეში. ეს დასაჭერი არ არის? ეს ისეთი კითხვა. დასაჭერი არ არის. ვინც უფრო ახლოს იქნება? აბა, ამაში სუსტია. რამდენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში აღრიცხული 2018 წლის მონაცემებით? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? დიახ. ეს რა გაეროს ევროკავშირის რომელი მონაცემებით ხო, არის? ანუ საერთაშორისო. თქვი და მე არა, ყურში მეუბნება პირველი, რომ მეორე იმის მიხედვით მეტი ნაკლები არ თქვას რა. ყურში რომელი მეტყვით? აი გიორგი მითხას ყურში. ყურში მითხარით, ძალიან ჩუბად ლა 400 მილიონი. მე დარწმუნებული ვარ, წაკითხული 400 მილიონს ვარ. არა, 400 მილიონ 400,000 თქვი. 400 მილიონი. ბიჭო, მილიონები მახსოვს ძალიან ბევრი რა, 400 მილიონი. 400 მილიონი. შენ თქვი 25. არის გიორგი გადავიდა 11765-ია მაგდენია? და გიორგი კალატოზი. დიდი მადლობა. მაგიტო ავწიე, ხო აზრია რომ მაქსიმალური რა. შენ ზღვარი უნდა დააწესო. რაღაც, ანუ კონკრეტულად მე ყველაფერი შედი. ხო, აი რა, ეგ უნდა მეხსნა ეხლა და ხო, რო ტრივიალურ თემებზე. ანუ შუქრიშანზე რო აქეთ და იქ უნდა გაიხედო, ეგეც შედის და აი არ ვიცი. აბა, დავაი. მოვიდეთ. ოფილიზებული. რას აქვს 13 გული, მაგრამ არც ერთი სხვა ორგანო? 13 გული, მაგრამ არც ერთი სხვა ორგანო. აი ესეც რაღაც დებილიური კითხვა არის თუ მაშინ რაღაცა წყლის ის იქნება უეჭველი რა. არა. მითოლოგიური შეიძლება იყოს? 13 გული რას? აი მინიშნებას მოგცემ. რაფეხების სუფრა. ენახეთ მინიშნება, თვალები დახუჭეთ. თვალები დახუჭე. დავაი. ეს იყო ბანკომატი.
აი ცოტა ახლოს ხარ რაღაცნაირად. 13 გული, მაგრამ არც ერთი სხვა ორგანო. შენ რა თქვი? ბანკომატი. აი ერთი ბოლო 400-ო არ სჭირდება. 5, 4, 3, 2, 1, 0. არა, არ ვიცით ახლა რატომ. ბანკო. შეარა. ლაშა, რა გამიკეთე ლაშა ეს? სახე ბანკომატი, მატი მოახდა ბანკო. დარჩა ბანკო. ეხა ეგეთქა. ეუნე რაღაცა ეგეთი კითხვა. არა, ეხლა მინიშნება ხო არ მომიფიქრებია შენ რო თქვი შენ. არა, კაი ბიჭი ხარ. ერთი სხვა ორგანო. ესეთი კაი წამყვანი იშვიათად რო არა, ეს იყო კალაზე ის ბანკოზე შედი. რა მინიშნება? უნდა გაჩეხინო. არა, კი არა, ავჩეხე ის. აი ეს გაკეთე. არა, კაი კითხვა იყო ძალიან, ანუ კი. 13 გული, კი, შემდეგი ყვავი ვკითხე. შემდეგი შეკითხვა. ყვავი რას აქვს? ჩვენ არ დაგავიწყდეთ თუ გული გაქვთ ერთი ცალი მაინც გამოიწეროთ არხი და ავიდეთ 8000. ავიდეთ 1000 ლარზე. შემდეგი შეკითხვა. რომელ ქვეყანას აქვს 3 დედაქალაქი? რომელ ქვეყანას აქვს 3 დედაქალაქი? ხო, ეს ცოტა აი 3 დედაქალაქი ისეთი ის არის და აფრიკული ქვეყანაა? არ ვიცი. ეს 3 დედაქალაქი. 3 დედაქალაქი აქვს რა. ვილა რიბო, ვილა ბაჯო. შეიძლება ისეთი ქვეყანა, მაგრამ იგივე მარტო ამაზე მინიშნებას არ მოგცემთ. ხე იტალია. ბრიტანეთი და სიტყვაზე რაღაცა ისინი, უელსი. შეიძლება, მაგრამ ქვეყანა ბრიტანეთი ხო, ერთად ხარ თქვენ. ბრიტანეთი არ არის. კაი, მინიშნება მოგვიწევს. მინიშნება გაიჟღერა. გაიჟღერა? პასუხმა გაიჟღერა? თუ პასუხმა გაიჟღერა, ბრიტანეთია, მაგრამ ბრიტანეთი არ არის ქვეყანა, არის გაერთიანებული სამეფო. აფრიკული იქნება. აფრიკული. კაი, სამხრეთ აფრიკა იყო. სწორია. საო. ხო ჩამოთვლი. ერთს მაინც. ეიფაუნი არის ერთი. არა, დანარჩენებს. ერთი მაინც და კაცმა გითხრა დანარჩენებს. ნო, დანარჩენი იყო პრეტორია და ბლუმფონტეინი. ბლუმფონტეინი როგორ გაიხსნა? 3 დედაქალაქი რო ხო? კარგი, მე-15 შეკითხვა. ესეც არის იმ კატეგორიიდან, სადაც აღარ უნდა იმაიმუნო და 400 მილიონი აღარ უნდა. ბიჭო, არ მიმაიმუნია ხო რომ მე მართლა სერიოზულად. რამდენი სანტიმეტრია ჟირაფის ენა? ეს ტრივიალური კითხვა? მიახლოებით რამდენი ალამ სანტიმეტრია? ჩაკჭულა. არა, შენ ჩამჩურჩულე და 400 მილიონი. არა, მართლა ლოგიკური ჩაშუშვა. ლოგიკური თქვა. ბიჭო, მე მინდა რომ გავუყლიფოთ თმო 300 ლარზე ხარ. ვერ გამყლიფავ. ყველა ეგეთ კითხვას ეგეთი კითხვა რატომ მოგა? ყველა ეგეთ კითხვას მოვაკლებ ის 200 გაგჩე. ანუ 200. მე მართლა 400 მილიონი მგონია რომ დებილი გონია, ლაშა, რადგან ეგრე გონია? რამდენი სანტიმეტრი? მოიცა, ენაში შენ არ გულისხმობ მარტო წინა ნაწილს, ხო მართალიო? ენა ხო იცი რაც არის? კი, ვიცი რაც არის. შო. კაი, იყოს ყურში მითხარი, ჩუმა. ენა იქნება 1.30 სანტიმეტრი მაინც. ლაშამ დააფიქსირა 40, შენ დააფიქსირე 30. და არის 35. გეხვეწა. სწორი პასუხი არის 60. თითქმის 9 მეტრი. რამდენი არის? 50? ხო. კაი. ბიჭო, პროსტა ანუ რა. მე ჩვენ ამხელა, ვაწყობ რომ ხო. იქ ყოფილიყო. ეს ხო არის 1 400. მეტრი. ეს არის 9 მეტრი. ძალიან უაზრობაა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. დავაი. ფლაშა მობილიზდი, ნახე მობილიზებული შეგიძლია. ვართ მე და კალა, არ არის პრობლემა. რა ფერის კაბა აცვია პატარძალს ჩინეთში? რა ფერის კაპა დარძავს? თეთრი არ არის ნაოდად. შეიძლება თეთრიც იყოს, ამისგან არ გამისვა. არ ვიცი. ჩინეთში მან არის- ციცელთან ხო არ ასოცირდება. შეიძლება. მან არის როგორ იცი? თეთრი თეთრი არის ამბლობიარო. თეთრი არის ამბლობიარო. არ მაინტერესებს ეს ერთმანეთში 2-2-ზე შავი არ თამაშები იქნება სხვა დროს ალბათ. გვექნება. კაი, ხო. აი, მე გავისკავ. შენ მიჩვენე მე დამატო. ერთი? წითელს ვიტყვი. სწორია. არა, ღმერთო. აჰა, რა გინდა? ყოჩახ. ჩვენ გვაწყობს რომ ძალიან კარგი. რომელია ერთადერთი ძუძუმწობარი, რომელსაც შეუძლია ფრენა? ბეტმენ. ამორი. სწორია. მართლა? ლაშა, ძალიან სულაზე ხარ ოპა, რა 200 წამასი დავარ. ანუ მე მაგას დავხდი და ღამურა შეიძლება მოწველო? ფული ახი. ბეტმენი ხო ფული არის. წველი. პატარაზე და. რამდენი კითხვა დარჩა ბოდიში?
6. ვაუ. 6 მოსე წამს გამოიწი. 7. კითხვები ვარ შვიდი კითხვა, 7. კითხვები ვარ წავიკითხო 7 კითხვა. 3 200-300. 5 6 7-ია ზუსტად. ყوار ვიმუშაოთ. ვერ ავალ. შემდეგი შეკითხვა. დავაი. მინიშნებას არ მოგცემთ, შენ ფეხს გამოიცნობ თამას. აბა? რა შეისწავლის ლიმნოლოგია? ლიმნოლოგია? ხო. ან არა ლიმონო, ან ლიმნო. რა შეისწავლის ლიმნოლოგია? ჟავიანობას. ძალიან ლოგიკური პასუხია ალბათ, მაგრამ ბიჭო, ეგეთი აბსურდიც არ იქნება, ანუ ფულს ხო შეისწავლის და ლიმონი ხო? რაღაცა? ლიმონ. ლიმნოლოგია. ანუ მინიშნავს არ გვაძლევ, ხო? არა. რაღაც მინიშნება მოგვეცი. აი რაღაც როგორ ეგეც მსგავსი. დავხვიჭო თქო თვალებში. დავარ, ვიდი, აბა, დავხვიჭო. როგორ? არის ეგა? წყალთან ასოცირებული. არხული კითხვა. ლიმნოლოგია. ციტრუსოვანი რაღაცა უნდა გამოვრიცხოთ. არა, ამ ძალიან მაგ მე 7-დან ქვემოთ ვთვლი. და რა არ გავხსენებ პასუხს, არ ვიცით პასუხი. 5. არ ვიცი. 4. არ მართლა გავუსწრებ. აზზე არ ვარ. 2. გამაცა, ეგეთყვი, ეწამ სან 0 სიტყვი. სწორმა ვერსიამ გაიშხე რა, ეგ ვითხრა მარტო. თქვენ შეგიძლიათ სწორი პასუხი დაგვიწეროთ კომენტარებში თუ იცით რას ნიშნავს ლიმნოლოგია. ბიჭებს კი მე ყურში ვიტყვი. კაი, გითხარი რა. აი ზუსტად ნახე. შემდეგი შეკითხვა. მიდი, გამოუშვი. ჩინეთში მცხოვრები ქრისტიანების რაოდენობა უფრო მეტია თუ იტალიის მოსახლეობა? რა დამყარი შეკითხვა, ბიჭო. ქრისტიანების რაოდენობა თუ იტალიის მოსახლეობა. ოქი, იტალიის მოსახლეობა გავიგო ჯერ რამდენია და აი ის იტალიაში კი არის 50-60 მილიონი. გარისკაო თუ გაურისკაო? მე ვფიქრობ, რომ ჩინეთში უფრო იქნება მეტი. ქრისტიანები? არ ვიცი, დაძაბული თამაში. ძალიან დიდი რაოდენობა, მაგრამ მაგიტო ხო არ დასო ეკითხო, რომ ლოგიკურად უფრო ჩინეთი უნდა თქვა. არ ვიცი. მე არ გამირისკავს თუ გამეგო. 5, გარისკაო თუ გაურისკაო? 3, 2, 1. სად უფრო მეტია? კითხვას დავსვამ და გამეცი. ჩინეთში მცხოვრები ქრისტიანების რაოდენობა უფრო მეტია თუ იტალიის მოსახლეობა? იყოს ჩინეთი. გამარჯობა ლაშა, როგორ ხარ? არა, ხო აი ხელ და იტალიას მიკროვდი ბიჭო. იტალია 59, ჩინეთის ქრისტიანები 54. ეგეთი ახლოა? დიახ. აი დამპალი შეგეხა. ხა, იმიტომ რომ ნახე აი ჩინეთი იმდენია და გაფიქრებინოს და კარგი. როგორ გლოვობდნენ ძველი ეგვიპტელები კატის სიკვდილს? დააღე პირი და იყავი ეგრე. როგორ გლოვობდნენ? როგორ გლოვობდნენ? კარგად არ არის. სუფრას შლიდნენ, რა ვიცი. აი როგორ გლოვობდნენ? მინიშნებას მოგცემთ, თვალები დახუჭეთ. მედი. დახუჭეთ. მედით, ერთად ხო? ძალიან ცუდი ვერსია გამიჩნდა თავში ამისმა ზუიმა კატის სიკვდილს როგორ გლოვობდნენ? რო მოკვდებოდა იქ რო დაეტოვებინათ სანამ ბუზები არ დაეხვებოდნენ და ხელს უარ კიდებდნენ ეგეთ რაღაცა თუ არის შესაძლებელი. იმიტომ რომ ეგეთ რაღაც ყოფილიყო სადღაცას გავიგებთ. ალბათ. კაი, გავრისკავ. მისმენ? შანსი არ აი ხინა ეგეთი პასუხია გადაო. არა, თქვენ არ გინდოდათ. კატასთან ერთად იძინებდნენ. მინიშნებები, კატა რო ყდებოდა, იძინებდნენ. ეს ჩაიხოტავდა და ხო, იძინებდნენ. არასწორია. აი, ჩამოხვედია. შენ ნაგლო. რა იყო? წარმებს იპარსავდნენ. აი ესეთი მარტივი. ახლა მაშინ საპასი იყო. ხოდა, ნუ ესე ისქედი და. აბა ეს ამის ხო. როგორ? ფით. всё, ეხა ისე მიგანიშნებთ. არბებს იპარსავდნენ. ხოლმე. ანუ შენ ხო შეიძლება ისეთი კითხვა დასვა, რომ დიახ. პასუხის გაცემა რა შეიძლება მოხდეს თუ ზვიგენი ცურავს კუდით ზემოთ? მინიშნება შუმახერი. ო, რა შეიძლება მოხდეს თუ ზვიგენი ცურავს კუდით ზემოთ და მინიშნება შუმახერი. კუდით ზემოთ ცურავს რა ეს როგორ უნდა იცუროს? ანუ კუდი აქვს ამოწეული რა და რას ნიშნავს? ეგ თუ რა შეიძლება მოხდეს? რა შეიძლება მოხდეს თუ ზვიგენი ცურავს კუდით ზემოთ? მინიშნება შუმახერი. არა. ვერა. ბიჭო, ნახე ორიენტაციას დაკარგავს და რაღაცას დაეჯახება. არასწორია. როგორ არ არის? ახლოსა ვარ ძალიან. არ არის? შეიძლება კომაში ჩავარდეს. ხო და დაეჯახება რაღაცას თქო. და მე ბიჭო, ეს ჩამითვალე, თორე არა.
ბიჭო, დაუფიქრე. შუმახერი მაგიტო თქვი, შენ რა გაგჭირს კი? ბიჭო, მე შუმახერი მილიონი რაღაც შეიძლება იყოს, მილიონი რა. ახლა ვერ იცურებს ეგრე, იმიტომ რომ კუდი უნდა იყოს ქვემოთ, რომ ტრაექტორია დაიჭიროს. ხო მართალი ვარ? და ცურავს ეგრე. ხო და რა გინდა მე, ანუ არ თქვი ლოგიკური? არა, კომაშება არ დაეჯახოს ისე შავარდეს, ანუ უბრალოდ ვარ. ხო. აი ახლა კაი რა ეს ქოროს შემდეგი აბაგებინეს ფული. მეგობრებო, აქ არ მოხვიდეთ რა, დაეხურო ეს რა არის, ჩიეთის მოსახლეობა და იტალიის თითქმის ფრე იყო თო. აბა მომისმინე. აბა. დავაი გამო. რა არ ქონია არასოდეს ჰენრი ფორდს? ფორდის მანქანა. ხო. რა არ ქონია? ფორდის ფორდის მანქანა. მანქანა. ნუ კაი, აჰა, ჯანდაბას. წესი თიკაც უნდა ვიყო. არ არის ეს სწორი, არასწორი, მაგრამ აი არ არის თქვენი სწორი, თავი რა, არ რა, მაქვს. რა. მართვის მოწმობა იყო სწორი პასუხი, მაგრამ აი თქვენი თავი. იმიტომ რომ შენ მიხვდი რომ სპიგენზე აი არასწორად ვაფშე არ მაქვს. ნახევარზე მაინც ამის დაგეტოვე. თავი. არასწორი პასუხია. 175 ვარზე დაგეტოვე. არა, იყოს, ნახოთ. შეიძლება უკან ჩავწიო, მე რე იუთუბერ დაეწევა. რა ემართებათ მამრ მაიმუნებს მამაკაცების მსგავსად? თმაცვი ვარ. ვა, რაი პასუხი. მელოტდები. ბიჭო მე რატო? სიმელოტესთან არაფერი არ მაქვს. და დარჩა 24 კითხვა. ბოლო? ბოლო 24 კითხვა, თუ ვერც ერთმა ვერ გაიცით პასუხი. 25-ე 25 დაისმევა, რომელიც ისიც თუ ვერ გავიცით, 200-ს ვიღაცა უნდა მოიგო. შანსი არა 25-ში უეჭოლია. 200-ს წვეთ. 24. ჩაირიც 200-ს. ეს ისეთი კითხვა ვერ გასცემთ პასუხს, მაგრამ მაინც დაგისვამთ რა. მე გეტყვი, კალა, ამაზე არ გავცეთ პასუხი და შემდეგზე უეჭველი 300-ით წავალ. ეხლა თუ ვიღაცამ არასწორი გასცა პასუხი, უკან დაბრუნდა და 200-ით წავალ. თუ არ ვიცით არ გავცეთ. არ გავცეთ. მაინც ვერ თუ გასცემთ. ვიცით ბაზარია. რისთვის და ვისთვის მოიგონეს ქუსლიანი ფეხსაცმელი? აუ, კაცებისთვის მოიგონეს გონი თავიდან რა. რაღაცა მეფისთვის თუ რაღაცისთვის, რაღაც ეგეთი მახსოვს. შეიძლება სამასწორობის, ცოტა აკეთქენი. სამასწორობის და ქუსლიანი ფეხსაცმელისთვის. ქუსლიანი ახის ფეხსაცმელი გამოწერა არ კაცებს დაგავიწყოთ. არის ვთქვათ თუ რაღაცა ეგეთი. რაღაცა მეფესთან მახსოვს. იმათი ხო არ არის, რა ქვია, იაპონიაში რა ქვია, სამურაების არის. მე შეიძლება. მგონი ის ამაღლებული პლატფორმები ეცვათ, რომ ტალახში და იმაში ქუსლიანი იყო ეგეც. ქუსლიანი. არ ეთყობა სახეზე არაფერი. ბიჭო, მე მგონი რომ ამაზე არ უნდა გავცეთ და 300-ით წავალთ მერე რა. 3, 2, 1. არიცით. სწორი პასუხია სპარსი მეომრებისთვის, რომ ფეხი უზანგში მყარად ყოფილიყო, რადგან შვილდი ზუსტად ესროლა. გასაგები. და მეგობრებო, გადამწყვეტი. აი, რა უნდა გაგვეც ამაზე, რომ ჩაგეთვალა. აი, მაგას არ ჩაგეთვლით. მებრძოლი შეიძლება. მებრძოლები გვეთქვა. იმას არ ჩაგეთვლით. მამაკაცი თქვი მებრძოლი სუმო ახსენა არა, და აშკარად ეხა ორი ვერსია გაიშკერა. იაპონია. კაი, დავა. კარგი, გადამწყვეტი 25 კითხვა, სადაც აუცილებლად გამოვლინდება დღევანდელი გადაცემის გამარჯვებული და ეს კითხვა მდგომარეობს შემდეგში. კატები სიცოცხლის რამდენ პროცენტს ატარებენ ძილში? ვინმე თქვით ყურში პირველი? აუ, იმაზეა. სიცოცხლის აუცილებლად რამდენ პროცენტს ატარებენ კატები სიცოცხლის რამდენ პროცენტს ატარებენ ძილში? ყურში უნდა მითხრას ერთ-ერთმა და ვნახოთ ვინ გაბედავს პირველი ყურში თმას. აი, გეტყვი. აბა ძალიან ყურში მითხარე. გასაგებლარიანია, მაგრამ აბა შეგიძლია ხმამაღლა თქვა უკვე. გაჩნია, ანუ უფრო დიდი ხანი ატარებენ ძილში თუ არ ატარებენ ცხოვრებასთან. ატარებენ, კი. მე ვიტყვი რომ უფრო დიდ ხანს ატარებენ. მე ვიტყვი რომ 60. 60. ლაშას პასუხი იყო 72. 12. მაგდენი? ბიჭო, ანუ ძალიან დიდ ხანს დინავთ. მე მყავდა კატა და სუ ეძინა, უნდა გაგეღვიძებინა. ერთი წამი უნდა გაგეღვიძებინა, აი ძირს იწვაძირს და ეს ამბობ. როცა ისე არიან, ხიზდათ აქტიურად არიან, დასაწყისში. მოგაჭამენ თავს და გონი რომ ამას უღვიძავს. 72-ით 60. ხო. მე ძალიან მინდოდა რომ პროფესორა სიქსემენი ყოფილიყო ამ შეკითხვის პასუხი, მაგრამ არ არის პროფესორა სიქსემენი ამ შეკითხვის პასუხი და სწორი პასუხია აი მოიცა, ჯერ გითხარი შუაშია თუ სად არის? 72-ზე მეტია თუ ნაკლებია? აბა ვინ გააგრძელებს გზას? ორივე გადავედით, რამდენია? და ლაშა დღევანდელი ჰოროსკვიზის გამარჯვებული 70%. ძალიან ცოტათიაც და გიორგი კალატოზეა, ესე ნორიოში წავა უკან. აი, ესე როგორც ჩამოვიდა
და ლაშას ვულოცავ 300 ლარის მოგებას. ლაშა რაში დახარჯავ ამ თანხას? აქედან რომ გავალთ რამეზე დაგპატიჟებთ. ცივი ყავა. შევთანხმდით. ჩემი ძმა აი ეს იყო, აი ესეთი ბუმბერაზი იუთუბერი დიდი მადლობა, მიყავდა დღეს. დიდი მადლობა. ეცადნენ რომ ჩაეშალათ გადაცემა, მაგრამ მე არ ჩავაშლევინე, იმიტომ რომ მე ვარ და მე ვიქნები. ხომ ესე გუნდურად ხო არავის არ უთამაშია. ესე გუნდურად უთამაშია თან თაკამდეს. კომპეტენტივი თან. კომპეტენტივი. unrated-შიც მოვიწვევ. ესეთ გუნდურად უთამაშია. ვიღაცები იქნებოდნენ, არ მახსოვს, კარგად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ყოფილიყო იმახსოვს. და შენ არ არის წამყვანი ხარ. შევხვდებით ძალიან მალე ძალიან და არ გახსოვს.